ღამით მაშინაც კი როცა ყველას ძინავს ჯარი აკეთებს თავის საქმეს ჯარი უახლოვდება მოწინააღმდეგეს და როცა გონია რომ მოწინააღმდეგეს არავინ არ უახლოვდება ზუსტად ამ დროს ჯარს იგი ყავს მიზანში ამოღებული ჯარი როგორც წესი ღამით გადაადგილდება. ღამით ჯარისთვის გადაადგილებას აქვს ძალიან ბევრი დადებითი მხარე, იქიდან გამომდინარე რომ მოწინააღმდეგე როგორც ყოველთვის ღამით მაინც და მაინც ვერ არის იმ დონეზე ფხიზლად და ყურადღებით როგორც უნდა იყოს დღისგან განსხვავებით. აქედან გამომდინარე თუ შენ ხარ ღამის ოპერაციებისთვის მზად, ანუ შენ ყავს პირადი შემადგენლობა მომზადებული ღამის ოპერაციებისთვის, მაშინ შენ ყოველთვის წარმატებული იქნები. თითქმის ყველა საკითხებში, როგორც დღისით, მაგრამ აქ დამატებით, მაინც პირად შემადგენლობასთან გვიწევს იმ სპეციფიკურ საკითხებზე საუბარი, ანუ მომზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ღამით ჯარისკაცმა. აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ ღამით ჯარისკაცის მოქმედებაზე, ანუ მთლიანად ჩვენი პირადი შემადგენლობის, ანუ ქვედანაყოფების მოქმედებაზე ძალიან დიდ როლს თამაშობს თვითონ მეთაურების მომზადება. იმიტომ რომ მეთაური უნდა იყოს ისეთი მომზადებული, რომ მეთაურს უნდა შეეძლოს ღამით თავისი პირადი შემადგენლობის მართვა. ვითარება მდგომარეობს შემდეგში. საჰაერო დაზვერვის მონაცემებით MGRS-ის მიხედვით ML კვადრატში, რომელშიც ჩვენც ვიმყოფებით იგივე კვადრატში 75-550-45-500-ში დაფიქსირებული არის მოწინააღმდეგის, სავარაუდოდ მოწინააღმდეგის მცირე შეიარაღებული დაჯგუფება. ჩვენი ამოცანაა ჩვენი ქვედანაყოფის შემადგენლობაში დავადასტუროთ ეს ინფორმაცია, ამ ინფორმაციის საიმედოობა. ღამე ეს არის ჩვენთვის ყველაფერი და ერთ-ერთი დაზვერვის ხერხი რა, უფრო მეტად გავდივართ დაზვერვაზე ღამით. იმიტომ რომ შეუმჩნევლები ვართ და მოქმედებთ ისე, როგორც არის საჭირო და არანაირ შემთხვევაში არ დავიცვებით მოწინააღმდეგისგან. ვერავი უფრო ადრე მიდის, ვიდრე სხვა ქვედანაყოფი. რომ გაიგოს ინფორმაცია მოიპოვოს და გადასცეს მერე მეთაურებს, რა თქმა უნდა პირველ რიგში მეთაურებს და მეთაურები გადასცემენ ქვედანაყოფის მეთაურებს, რომ მტერი მაგალითად ამ ადგილას არის, რა ჩავშალ ტრანსპორტიორი ყავთ, რა შეიარაღება აქვთ, რომ მაგის მიხედვით მერე ქვედანაყოფი განალაგონ და ასე ვთქვათ, დარტყმა, ძლიერი დარტყმა მიაყენონ. ვერავი რომ მიდის, ცდილობს აქ სათადარიგო გზები, რომელიც
რა გზითაც წავალთ, არ შეიძლება იმ გზით უკან დაბრუნება. იმიტომ რომ შეიძლება იყოს ტერმა გაიგოს და ესე ვთქვათ ჩუმად ჩაგვისაბდეს იმ გზაზე, სადაც ჩვენ გავივლით. და ესე ვიტყვი რომ არის სათადარიგო გზა. უკან დახევის დროს სათადარიგო გზით გამოვდივართ, რომ მოვატყოთ მტერი და გამოვძვრეთ ეს რთულ სიტუაციიდან. ალფა ბრავო არ მიღება. ალფა გავშეზე ვარ. გზა გადაკვეთილია ჩვენგან პირველი საათის მიმართულებით ხარის მკვდარი ობიექტი და საკავებელი მკვდარი ობიექტი. გერდება დეტალური ინფორმაცია კვადრატზე. შეუდექით მოქმედებას. თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ენიშნება თავისი სექტორი, სრული სექტორი. თუ რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმოქმედოს. შესვლის დროს ის კუთხე რომელია, ის მიმართულება იმისი რომელია. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბებული პირადი შემადგენლობა, ჩამოყალიბებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უკვე ამას ასრულებენ, არანაირი პრობლემა არ აქვთ იმის, რომ რომელიმე სამხედრო მოსამსახურის მიმართულება ან რომელიმე საქმის დაარღვიოს, ან რომელიმე საქმეში შეეცვლოს. ესეთი რამე გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ხა გარკვეულწილად უნდა ყავდეს პირადი შემადგენლობა მომზადებული ღამის ბრძოლებისთვის, ის შესაბამისი კოორდინაცია, ურთიერთშეთანხმებული მოქმედება, თავისი კავშირგაბმულობის საშუალებებით და აუცილებელი აგრეთვე ქონდეს ღამის ხედვის საშუალებები. ხმაურთან დაკავშირებით ვიტყვი ესეთ რაღაცას, როცა ქვედანაყოფი გადაადგილდება, ჩვენ ერთ-ერთი მომზადების სტილია ის, რომ პირადი შემადგენლობა უნდა გადაადგილდებოდეს, ანუ ჩვენი ჯარი უნდა გადაადგილებოდეს ძალიან უხმოდ, მანამდე სანამ ოპერაციის რაიონს მიუახლოვდება, როგორც უხმოდ, ასევე ფარულად უნდა გადაადგილდებოდეს და რაღაც გარკვეულ დონეზე სანამ მოწინააღმდეგესთან კონტაქტში შევალთ ჩვენ, მანამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირადი შემადგენლობა არის სრულიად ჩუმად და ემზადება იერისზე გადასვლისთვის. მეექვსე ვარ. შეამოწმე ეკიპაჟებთან კავშირი შეტევაზე გადასვლის ხუთეზე წინ. როცა პირადი შემადგენლობა იერისზე გადადის, ამ დროისთვის წარმოიდგინეთ ცეცხლის გახსნას თვითონ რა ეფექტი აქვს, თქვათ ბატალიონის მასშტაბით, თუ ეს ბრიგადის მასშტაბით იქნება და თავისი კიჟინით ბრძოლის, თავისი ყვირილით, თავისი რადიოსადგურების ამუშავებით, თავისი ძახილებით, თავისი შეძახილებით. რა თქმა უნდა, მას ძალიან დიდი ეფექტი აქვს და მოწინააღმდეგეზე შესაბამისად, მით უმეტეს დილით გამთნის ხანს თუ ქვედანაყოფი რაღაცა ობიექტს ანუ მოწინააღმდეგეს უტევს, ეს ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს, ამას თავისი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს მოწინააღმდეგეზე.
ჯარისკაცთა შემადგენლობას, აი მის ფსიქოლოგიაზე და საკმაოდ მოქმედებს მეცადინეობები ღამის პირობებში, როცა ეს ტარდება საბრძოლო სროლების თან ახლოს. აი თუ მეცადინეობის საბრძოლო სროლები ახლოს, უკვე ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე ეს მოქმედებს. და გარდა იმისა, რომ ჯარისკაცი უნდა ფლობდეს თავის შეიარაღებას, მან კარგად უნდა იცოდეს ტაქტიკური მოქმედების ელემენტები. საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რამდენად არის ჯარისკაცი ფსიქოლოგიურად მზად იმისთვის, რომ ღამის პირობებში ჩაატაროს საბრძოლო სროლები. ძალიან ძნელია ღამე როცა შენგან, ანუ ჯარისკაცი თვითონ მეთაურისგან მოშორებულია რამოდენიმე ათეული მეტრით, შეიძლება 100 მეტრით იყოს მოშორებული ჯარისკაცი და ის ჯარისკაცი შენ უნდა მართო. ის ჯარისკაცი რომ შენ მართო, ამისათვის მე აღნიშნე წეგამდე საუბარში, რომ შენ თვითონ უნდა იყო მომზადებული იმისთვის, შენ უნდა ღამით შეგეძლოს, ანუ ღამე შენ უნდა გქონდეს თვალები, რომელი თვალებითაც შენ შენს მოწინააღმდეგეს დაინახავ, მოწინააღმდეგე შენ რეალურად შეაფასებ და შესაბამისად ამის მერე გასცემ ბრძანებას და ჩვენ ჯარისკაცი ესე ვთქვათ იმოქმედებს უკვე მიზანმიმართულად. Cavşani alfa mevkisi var mı gıba? Kaç? Asfaltya muhtarda komandazı çedebi adgılsı. Magi şimdi kerti mevzuri şamu gerte bata taçtıva me oraya beğen pezre kurgan mı? Şu kebi yarın tebam zat kopnazı mı baksı? Şu kebi yarın tebam. Avşiram de.
იქ ერთი შეცდომა განსაკუთრებით ღამის პერიოდში შეიძლება დაიღუპოს მთლიანი ჯგუფი, მთლიანი ქვედანაყოფი, რომელიც ამას ასრულებს. აქედან გამომდინარე, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მით უმეტეს იმ ქვედანაყოფებს და იმ პირადშემადგენლობას, რომელიც ღამე ასრულებს მისიას და ღამე ასრულებს თავის დაკისრებულ ამოცანებს. Elo Alfa. Qo'ylazis muxli. Delta Alfa. Alfa Delta var. Satqo'shna javob. Alfa Delta zatari. Mana topeli gasroli. Erti gasrola. Sesli. Gasrola. სწავლება ხდება იმისთვის, რომ თუ რამე სუსტი მხარე გაქვს, ის გაიძლიერო და ძლიერი მხარე რაც აქვს, ის ძლიერი მხარე შეინარჩუნო. რაც ჩვენ იქ გქონდა რაღაცა ხავრეზები, რაღაცა პრობლემები, იმას აუცილებლად გავამოჯობესებთ დღეს, ხვალ, ზეგ, აუცილებლად გავამოჯობესებთ კიდე თუ სადმე რამე ისეთი ხავრეზი გვაქვს. აუცილებლად მზად ვართ იმისთვის, რომ შეიძლება მოხდეს ისე არ ქონდეს ღამის ხედვის ხელსაწყო, არ ქონდეს იქ რომელიმე ნავთქორწინათა მანათობელი, არ ქონდეს იმის საშუალება, რომ იმენ გაგვინათოს. ამ ყველაფრისთვის ვემზადებით, რომ მოხდეს ისეთი რაღაც გაუთვალისწინებელი, რომ ესეთი რაღაცები, ესეთი ღამის ხედვის ხელსაწყოები არ ქონდეს. ნუ იქიდან გამომდინარე, ის დავალებული მისია მაინც არ ჩავაგდოთ და მაინც შევასრულოთ. როგორც ჩვენ ვემზადებით ღამის პერიოდში თუ დღის განმავლობაში, დღის პერიოდში ამოცანის შესრულება, ისე ემზადება მოწინააღმდეგე. არავინ დაზღვეული არა ვართ, რომ იგივე მიმართულებით, იგივე ამოცანის შესრულება არ შეხვდეს მოწინააღმდეგე. ამისთვის უნდა ვისწავლოთ, უნდა ვიმეცადინოთ, უნდა ვივარჯიშოთ, უნდა ვიყვეთ 100%-ით მოწინააღმდეგეზე ძლიერი, რომ რაღაც ხავრეზი არ გვიპონოს მოწინააღმდეგე, განსაკუთრებით ღამის პერიოდში, რომელიც ყველაზე ძნელია, იქ რაიმე ამოცანის შესრულება. ალფა გოლფის 3 ვარ მიღება, ალფა გოლფის 3 ვარ მიღება. თქვენი მოქმედების რაიონში შემჩნეულია მოწინააღმდეგის 12 კაციანი ჯგუფი 762-ის მიმართულებით. მოაწყვეთ ჩასაფრება და გაანადგურეთ. როგორ გაიგეთ? გავიგე კავშირამდე. იმოქმედეთ კავშირამდე.
წინააღმდეგის 20 კაციანი ჯგუფი განადგურებული არის და ნაკარგები არ გყავს. ტყვია წამალი დარჩენილი გვაქვს 35%. გავდივა! საერთოდ რისკიანია ჯარისკაცობა და სამხედროობა. აქედან გამომდინარე განსაკუთრებით რისკიანია, როდესაც ღამე მიდიხარ ამოცანის შესასრულებლად. ძალიან ბევრი დაფიქრება გმართებს, ძალიან ბევრი სწავლა გმართებს იმისთვის, რომ არანაირი შეცდომა არ დაუშვათ და ნებისმიერი ამოცანა, რომელიც დაისმება განსაკუთრებით ღამის პერიოდში, ხელსაყრელად და უფრო კარგად შევასრულოთ.